ვინ ვარ მე? ალბათ ხშირად დაგისვამთ საკუთარი თავისთვის ეს კითხვა. ძალიან მიჭირს ხოლმე, რომ ამ კითხვაზე პასუხი გავცე. იმიტომ რომ ხვდები, რომ უფრო მეტი მიცხოვრია გარემოს ზეგავლენის ქვეშ, ვიდრე რეალურად შემიცნია საკუთარი თავი. ლევანდელი წელი დავიწყე ამ დევიზით, რომ უნდა შევცვალო ცხოვრება უკეთესისკენ. ახალი ტელეფონის ყიდვა, ახალი სამსახურის პოვნა არანაირად არ ნიშნავს ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლას. ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა იწყება საკუთარი თავით, გაცნობით თან და არა შეცვლით ჯერ, იმიტომ რომ რაღაც რო შეცვალო, ჯერ უნდა იცნობდე საკუთარ თავს. საერთოდ არ ვიცნობ საკუთარ თავს. მაგალითად არ მაქვს ხობები, ყოველი შემთხვევისთვის მე ამ ეტაპზე ახლა ესე მგონია. ანუ საკუთარ თავს ძალიან იშვიათად ვაკვირდები. სხვა ადამიანების გარემოცვაში, მაგალითად ხშირ შემთხვევაში საერთოდ ვკარგავ ჩემი თავის შეგრძნებას და მთლიანად ვარ მორგებული ხოლმე სხვა ადამიანების ემოციებზე. ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი არის რომ მოვუსმინოთ საკუთარ თავს და საკუთარ გრძნობებს და ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ ეს დავიწყო. ხო და ვინაიდან ახლა ნამდვილად არ მაქვს ფინანსური შესაძლებლობა იმის რომ პროფესიონალ ფსიქოლოგთან მივიდე, დავგუგლე და მოკლედ ვნახე როგორ შეიძლება რომ საკუთარი თავის დამკვირვებელი გავხდე ამ შემეცნების გზაზე. და პირველი რაც მირჩია ინტერნეტმა ეს იყო ჟურნალის გამოყენება. ბლოკნოტის. გადავწყვიტე რომ დავიწყო საკუთარი თავის დაკვირვება და ამ ყველაფრის დაწერა. მაგალითად სიების გაკეთება, რამ გამახარა, რა მეწყინა, აი რა მომენტში რა ემოცია დამეუფლა და ეს ყველაფერი გავაკეთო ყველაფერზე. ან მაგალითად დილით გავიღვიძე, რა ხასიათზე გავიღვიძე. დავლიე ყავა, რა ვიგრძენი. შევჭამე რაღაცა, რა ვიგრძენი და ასე შემდეგ. ვფიქრობ ძალიან საინტერესო და კარგი გზა არის ელემენტარული რაღაცებით გაიცნო საკუთარი თავი. ხო და ვფიქრობ, რომ ვინც ესე ეძებთ ჩვენსავით საკუთარ თავს, ერთად შეგვიძლია ეს ყველაფერი კარგად გავაკეთოთ. თავიდან დავიწყოთ ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა და გავუზიაროთ ერთმანეთს, რამდენად წარმატებული იქნება ეს ცვლილებები.